ძვირფასო მეგობრებო, გეტყვით რომ 17 თებერვალი ქართველი კინორეჟისორის გიორგი შენგელაიას გარდაცვალების დღეა. გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს უდიდესი ქართველი კინორეჟისორის ნიკოლოზ შენგელაიას და ქართული კინოს პირველი ვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის ოჯახში დაიბადა. გიორგი გახლავთ ასევე ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას ძმა. რეჟისორობამდე მისი კარიერა მსახიობობით დაიწყო. პირველად გიორგი შენგელაია რეზო ჩხეიძემ გადაიღო ფილმში ჩვენი ეზო. ასევე მას არაერთი როლი აქვს შესრულებული შემდეგ კინოსურათებში, რაც კი ნახავს ვეღარ ნახავ, ოთარ თქვრივი, ამბავი ერთი ქალიშვილისა და ქვიშანი დარჩებიან, რომლის რეჟისორიც თავად გახდა სხვათა შორის. გიორგი შენგელაიამ დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში ქართულ ფილმში. მისი სარეჟისორო კარიერა 27 წლის ასაკში 1963 წელს პირველი კინონამუშევრით ალავერდობა დაიწყო. 1969 წელს კი მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ ფილმი „ფიროსმანი“ გადაიღო. გიორგი შენგელაიამ ქართული კინოსთვის არაერთი გამორჩეული ნამუშევარი შექმნა, მათ შორის „მაცი-ხვიტია“, მიუზიკლი „ვერისუბნის მელოდიები“, „სიყვარული ყველას უნდა“, ახალგაზრდა კომპოზიტორის „მოგზაურობა“, „ხარება და გოგია“ და მრავალი სხვა. აბა გიორგი შენგელაიას ფილმები აღიარებული იყო არა მხოლოდ რეჟისორის სამშობლოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. მისი ფილმები მფლობელი არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდოსი, მათ შორის 1974 წელს რეჟისორის ფილმი „ფიროსმანი“ ჩიკაგოს მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრის ოქროს ჰიუგოს მფლობელი გახდა. 1986 წელს კინოსურათის სახელწოდებით ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა წარდგენილი იყო ბერლინის 37 საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მას საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვი აიღო. კინოსურათმა იმავე წელს ლონდონის საერთაშორისო კინოფესტივალზეც მიიღო დიპლომი, როგორც წლის საუკეთესო ფილმმა. გიორგი შენგელაიას კინონამუშევრებმა, სახასიათო პერსონაჟებმა და ფრაზებმა, რომლებიც მისი ფილმებიდან გვახსოვს, დროს ნამდვილად გაუძლო. გენიალური რეჟისორი 2020 წლის 17 თებერვალს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. და მე მქონდა ბედნიერება, რომ სინჯებში მიმეღო მონაწილეობა ბატონ გიორგისთან. სამწუხაროდ ის ფილმი მე არ ვიცი რა მიზეზით გამო ვეღარ დაიწყო გადაღებები, მაგრამ რაღაც ერთ-ერთ მთავარ გმირზე ვიყავი დამტკიცებული, მოკლედ მეგობრებო. შეხება გქონდა და იცნობდი. კი ბატონო, ესე მომიწია შეხება მასთან და მაინც მიხარია, რომ ისტორიასთან გიწევს და ლეგენდასთან გიწევს შეხება და შენი რაღაც პროფესიული პატარა გადაკვეთა გაქვს, ეს რაღაც ძაფი არსებობდა, ესეც ძალიან სასიამოვნო არის. ნამდვილად. ერთი წამი წარმოვიდგენ, რომ რო არ გაჩენილიყო. რა იქ რამხელა დანაკარგი იქნებოდა. ის ჩამონათვალი ფილმების, რაც ახლა გავაჟღერე, ქართული კინო უბრალოდ ვერც კი წარმომიდგენია, ქართულ კინემატოგრაფში და ბედნიერებაა, რომ რაღაცები ხდება ისეთი, რაც მე ყველასთვის ასეთი მნიშვნელობის ხდება ხოლმე, როგორც გიორგი შენგელაია იყო.